ამელკა, ჩვენთან ერთად ველოსიპედით გადაობა გინდა? ამელკა, გამარჯობა. ის ჩვენ ხმას ვერ გაიგებს. ისევ კურსასმენებითაა, კურსასმენებს ატარებს. კარგი, წავიდეთ მის გარეშე. ამელკა, დაგვეხმარები სკოლის პროექტის გაკეთებაში? ჩვენ ვულკანის აშენება გვინდა. კი, ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვჭირდებოდა. რავაც კი გვაქვს. ის ისევ კურსასმენებს ატარებს. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს? წავიდეთ, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველაფერს. მე გავაკეთე. პასუხი არის 26. როგორ? მე 27 მივიღე. ამელკა, რა მიიღე? ამელკა. ამელკა. რა გინდათ? დღეს მთელი დღეა კურსასმენებს ატარებ. საერთოდ არ გესმის ჩვენი. ეს ნამდვილად ასეა. მერე რა? მუსიკის მოსმენა მინდა. როგორ უნდა გესაუბროთ? თუ კურსასმენებს დიდი ხნის განმავლობაში ატარებ, შეიძლება დაყრუდე. ეს ყველაფერი სიმართლე არაა. მუსიკის მოსმენა მინდა. გაჩერდი. რა მიიღე დავალებაში? 27. კი, მე სწორად გავაკეთე და ჯინიმ არასწორად. ანუ ორივემ დაუშვით შეცდომა. კუკ, ვინ არის სახლში? ამელკა, გამარჯობა. აზრი არ აქვს, ვერ გაიგონებს. ამელია მთელი დღეა მუსიკას უსმენს. უთხარით, რომ ეს მის ისმენისთვის საშიშია? კი, მაგრამ ის ჩვენ არ გვისმენს. მოიცადე ერთი წუთით. ამელკა კურსასმენების გარეშეა. მოიცა, მაშინ რატომ არ ესმის? ამელკა, გამარჯობა. რატომ მაშინებ? რატომ არ პასუხობ? რა? უფრო ხმამაღლა ილაპარაკე. ამელკა, დაყრუდი? მოიცადე ერთი წუთით. რატომ არ მესმის ჩემი ხმა? ის ნამდვილად ყრუა. რა უნდა გავაკეთო ახლა? რომელიმე თქვენგანმა იცის ჟესტების ენა? არა, არ ვიცით. მოდი, მივწეროთ მას. ამელკა, დამშვიდდი, ჩვენ ექიმს გამოგიძახებთ. გასაგებია, ექიმს დაურეკავ. ხო და ყველაფერი გასაგებია. რა მწირს ექიმო? კურსასმენების გამო დროებითი სიყრუე გაქვს. რა? არ მესმის შენი? ექიმო, ის სრულიად ყრუა? სრულიად არა, მას ესმის, მაგრამ ძალიან ცუდად. დიდი ხნით თუ სამუდამოდ? გითხარი რა? არ ინერვიულო, ეს დროებითი ეფექტია. ასე რომ ის გაივლის? და რამდენად მალე? დღე, თვე, წელი. არ ვიცი. ამელკა, შესანიშნავი ამბავია. კარგი. ჯანმრთელი ვიქნები? შენი სმენა დაბრუნდება. Yes! ამასობაში მას მეგობრების ხარდაჭერა ჭირდება. კარგი, ამელკას დავეხმარებით, ხო? კი, რა თქმა უნდა. უნდა წავიდე, თუ რამეა დამირეკეთ. რას ვაპირებთ? შეგვიძლია YouTube-ის ყურება? კარგი, მაგრამ ამელკა ყრუა. და ჩვენ მისთვის სუბტიტრებს ჩავთავთ. ის ეკრანიდან წაიკითხავს. რაზე ლაპარაკობთ? მოდი ამელკა, YouTube-ს უყუროთ. ტელევიზორი, კარგი. ამელკა, არ გეჩვენება რომ ეს ზედმეტია? არა, კიდევ ერთხელ. შესანიშნავი ეპიზოდია. შემდეგს უყუროთ. დიახ, ეს პატარა ბიჭი ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელია. კი, ისეთი სასაცილო ხმა აქვს. კარგი, დამიჯერი ამელკა, შენ ამას ვერ შეძლებ. ჯობია რომ გავჩერდეთ. ჰეი, ამელკა, რას ფიქრობ? ის ვერ გისმენს. ჯანდაბა, სულ დამავიწყდა. კარგი. როგორ მოგწონს ეპიზოდი? მოიცა, ვერ გავიგე, სუბტიტრების დასაკითხად დრო არ მაქვს. შენ საკმაოდ ბევრი დაკარგე. შეგვიძლია ეპიზოდის ხელახაყურება? არა, არ მინდა იგივეს ყურება. ასევე ვიდეოს ტემპი უნდა შევანელოთ, რომ დროულად წავიკითხო.
შენელებული კადრებით ეპიზოდის ყურებას არ ვაპირებ. არც მე. მაშინ შემდეგ ეპიზოდს ვეღარ ვუყურებთ. კარგი, როგორც ჩანს, YouTube-ს ვერ ვუყურებთ. ამელკამ ყველაფერი გააფუჭა. რა? ფუ, არ გვინდა YouTube-ის ყურება. არა, ეპიზოდი ცუდია? შეგვიძლია რაიმე სხვას ვუყუროთ? არა, ის ისევ ყველაფერს გააფუჭებს. კარგი, მოდი სხვა რამე გავაკეთოთ. რა შეიძლება რომ ხრუ მეგობართან ერთად გავაკეთოთ? ბავშვებო, მოდით, სამაგიდო თამაშები ვითამაშოთ. კი, ფიქრობ რომ ამელკა ამას გაუკალდება. გეთანხმები. ამელკა ითამაშებ? მაშინ წავიდეთ. მე ორი მაქვს. ამელკა, შენი ჯერია. ამელკა, დადე კარტი და დააჭირე. ხრო ამელკასთან ერთად ძალიან რთულია. იქნებ ტუჩების კითხვა ისწავლოს? ან შეგვიძლია ჟესტების ენა ვისწავლოთ. ძალიან დიდი დრო დაგჭირდება. სმენა უფრო მალე დაუბრუნდება. რაზე ლაპარაკობთ? მეც მაინტერესებს. თამაშის შესახებ. გასაგებია. მისთვის ჯობია არ იცოდეს, რომ მის სიხრუეზე ვსაუბრობთ. ნამდვილად ასია. ეს ჩემთვის უსიამოვნო იქნებოდა. საბედნიეროდ ის ჩვენ ხმას ვერ ისმენს და ყველაფერს თქვა შეგვიძლია. კი, კარგი, თუმცა ეს კარგი არ არის. კარგი რა, ყველა ერთმანეთს ეჭორაობს. არის მართალია, დარწმუნებული ვარ, შენს ჭორაობ ჩემზე. კი, როცა გარ შემოარხარ. ამელკას სიხრუეც იგივეა. რაზე ლაპარაკობთ? მოდი ვითამაშოთ. ლუზერი. მოიცა, ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ. მაინც უხერხულია, როცა ამელკა აქაა. დაგავისლა რომ დღეს საღამოს სწავლებაა? კი, მაგრამ ამელკა მოაწყო. კარგი, და ახლა ის ხრუა. მერე რა? ეს სწავლების გაუქმების მიზეზი არ არის. მართალია, ჩვენ გართობა გვინდა. და ამელკაზე რა სიტყვი? მიეცი საშუალება მანაც გაერთოს. რა მოხდა? მერე ყლუ რომ არის? ისინი საერთოდ ვერ მომჩნევენ. შეგვიძლია ამელკას დაუძახოთ? რატომ? ის მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს. ჩვენთან ერთად მაინც იცეკვებს. მუსიკას ვერ ისმენს. ის უბრალოდ დაჯდეს. დიახ, ის მხოლოდ ხელს შეგვიშლის. უკვე გვიანია. ის ჩვენკენ მოდის. რაზე ლაპარაკობთ? რატომ გაინტერესებს? მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. რა? უთხარი რაიმე მოსაწყენი, რომ წავიდეს. კარგი, გახსენი. ჩვენ ვლაპარაკობთ საშინაო დავალებაზე. შეულებაზე გაკვეთილებზე საუბარი? რა მოსაწყენია? უთხარი რომ სასმელები მოგვიტანოს. გეხვეწები მოგვიტანე სასმელი. გთხოვ. კარგი, ახლავე. კარგი, არ მეგონა თუ ყრუ მეგობართან დავმეგობრდებოდი. საშინლად უხერხულია. დიახ, გონი ჩემი მეგობრები თავს მარიდებენ. მოიცა, მაინტერესებს აზე საუბრობენ. მინდა რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ჩემი სმენა. იქნებ ინტერნეტში რამე იყოს ამის შესახებ? სად არის ამელკა? მე ჩემი სასმელი ის მინდა. დიდი ხანია წავიდა. მოდი ვნახოთ სადაა. ამელკა მახალი სასმელი მოამზადა. ფუ, ეს რა ჯანდაბაა? მოიცა, არ დალიო, ეს სასმელი არის ყურის წვეთებია. როგორც ჩანს, ამელკამ წავლის პოვნა გადაწყვიტა. წვეულების დროს? თუ ეს ნახარში იმუშავებს, მაშინ სმენა დავიბრუნდება. თქვით რამე? ამელკა, გესმის ჩვენი? ამელკა. არა, ის ჩვენ ხმას ვერ გაიგებს. შენ მან ნახაშმა არ გაამართლა. ტრადიციული მედიცინა არ მუშაობს.
შეგვიძლია ვცადოთ მისი დახმარება? წვეულებას უმართავთ. თუ ამელკა ყრუ აღარ იქნება, ჩვენთვის უკეთესი იქნება. კარგი. და რა არის შენი გეგმა? მე ვიცი ერთი გზა, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ამალი? არა. ჯადოქრობა. სისულელეა, მაგია არ არსებობს. არსებობს. შენ უბრალოდ არ გესმის. როგორი მაგია? ახლოს მკითხავის ხოვრობს. ამბობენ რომ მაგიას კარგად აკეთებს. კარგი, აქ დავუძახოთ? კი, თხოვთ რომ ამელიას დაეხმაროს. დაეხმარება ეს ამელკა სმენის აღდგენაში? ჩუმად, ნუ აწუხებ, კითხავს. სად არის ჯინი? სიჩუმე. მან თქვა რომ მაგიის ეშინოდა, ამიტომ ზემოთ დაელოდებოდა. სად ელოდება ის? ზემოთ. რამ შიშარაა? რა ხდება ამ ყვამთან? მაგია? ვაუ, მუშაობს. ჰა, სულალური ხრიკები. ჩუმად იყავი. ყვამლი გაქრა, ანუ იმუშავა? ამელკა გესმის ჩემი? ვაიმე, მას ლაპარაკი არ შეუძლია. ოჩახ, კითხაო, ახლა ამელკა არა მხოლოდ ყრუ, არამედ მუნჯისაა. დამშვიდი, ახლავე ნუაგვარებს. უბრალოდ ამელკა არ დააბრმავო. ამელკა, თქვი რამე? მას არ ესმის. ამელკა, გამარჯობა. ამელკა, თქვი რამე? შემიძლია ლაპარაკი? შემიძლია ლაპარაკი? ლაპარაკი შეუძლია. მოსმენა კი არა. როგორც ჩანს, ვკითხავი ვერ დაბეხმანება. დასაკვირი არ არის. მადლობა მცდელობისთვის. და ახლა რა? არ ვიცი, არანაირი იდეა არ მაქვს. ბოდიში ამელკა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. იქნებ სხვა გზას არსებობს? ზუსტად. კარგი. სმენის აპარატს ვიყიდი ჩემთვის. კარგი. და რა არის ეს? და რამდენი ხანია პიცა ასეთ ყუთებში რაც მოაქვთ? ეს პიცა არ არის, ეს შეკვრაა, იდიოტო. რა არის შიგნით? ამელკა, მოიცა, ეს პაკეტი შენთვისაა? და რა დევს ყუთში? კარგი, გვაჩვენებ? ჩემს ხურსასმენებს გავს. მოდით შევამოწმოთ. 2, 3. ჩემი ხმა მესმის. მოუთმენლობენ რომ მეგობრებს უთხრა. შეამჩნიეთ რომ ამელკა გაცილებით ნაკლებად მონახმე გახდა? კი, ის ადრე საკმაოდ მონახმე იყო. სიხრუემ მას სიკეთე მოუტანა. ამას ჩემზე ამბობენ? სამწუხაროა რომ ვერ შეამჩნია როგორ დადუმდა ამელკა. კი, ის ძალიან სასაცილო იყო. ასე იყო. კი, ცუდია რომ გამომრჩა. ეს სასაცილოა მათთვის. კარგი. კარგი, დაიფიქრონ რომ ყრუ არ. ამასობაში მოусმენ კიდევ რაზე ლაპარაკობენ. ამელკა აქ არის. გამარჯობა. კარგია რომ ვერ გვისმენ და ნამდვილად ასია. სხვათა შორის აუზის 4 ბილეთი მაქვს. ერთად წავიდეთ და მეოთხე ვინ იქნება? ამელია ნამდვილად არა. კი, არ მინდა რომ დამინახონ მეგობართან რომელიც ყრუა. კი, ვიღაც ლუზერიაო იფიქრებენ. ისინი ჩვენ დაგვრცინებენ. ან იქნებ კარგი რამეა? რა არის ამაში კარგი? ამელკა ყველას შეაშინებს და აუზში მეტი ადგილი გვექნება. ზუსტად. ამელკა, რატო ხარ ასე გაბრაზებული? იქნებ მას ესმის და სმენა დაუბრუნდა? დამშვიდით, ექიმმა თქვა, რომ სმენა მხოლოდ 24 საათის შემდეგ აღუდგებოდა. არაფერია სანერვიულო. დიახ, კარგი. რაზე ლაპარაკობთ? დაწერე რომ ჩვენ ვლაპარაკობთ კატებზე. კარგი. კარგი. კატებზე. კი. კარგი. ამას არ ველოდი. 3 მოღალატე.
კამერა წავიდა. ჩვენ დღეში მივდივართ. შენ ჩვენთან ერთად ხარ? არა, სახლში დავრჩები. და მერე, ჰეი, გაჩერდი ფლორა, მოიცა, ამიხსენი, კიდევ რამდენ ხანს? ბოდიშ გიხდი, ბოლომდე ჩემი სიტყვები ვერ დავიმახსოვრე. რა ხდება აქ? ახალ ვიდეოს ჩემს გარეშე იღებთ? რა ვთქვათ? კარგი. ყვათ ისე, როგორც არის. მას ვუთხრათ, რომ ის ხრუა და ვერ გადავიღებთ. რა მოხდება თუ ის განაწყენდება? უამელკა, ჩვენ ყველანაირ საქმეს გაგვიფუჭებს. ეს თანამდებობით ასია. მას ვერ გადავიღებთ. ნება მომეცით ავუხსნა. აი, დაწერე. ამელკა. შენ ახლა არ ხარ მზად? გადაღებისთვის. ეს სიმართლე არ არის, მე მზად ვარ. როგორ? შენ სმენა დაგიბრუნდა? კარგი. კარგი, არა. გადასაღებ მოედანზე ნამდვილად არაფერია საქმება. ჩემს გარეშე ვიდეოს ვერ გადაიღებთ. სინამდვილეში შეგვიძლია, ჩვენ უკვე ავირჩიეთ თავარი გმირი და ეს მე ვიქნები. კარგი. რატომ შენ? მოიცა და ვინ თუ არა მე? ჰო, სინამდვილეში მე. ნუ ოცნებობთ, მე აქ ყველაზე უფროსი ვარ, ამიტომ მე ვიქნები მთავარი გმირი. და მე აქ ერთადერთი ბიჭი ვარ. ნიშნავს რომ მე ვარ პასუხისმგებელი. მოიცა, მე უბრალოდ ორივეზე უკეთესი ვარ. რამე ხომ არ შეგეშალა ან რაიმე მსგავსი? არასწორად გაიგე? შენ არასწორად გაიგე. გოგოებო, ნუ ჩხუბობთ. აქ ყველაფერი აშკარაა. სმენის აპარატს გამორთავ, რომ მათი კივილი არ გავიგო. ამ გზით ბევრად უკეთესია. ჩემს მეგობრებს ჭკუა უნდა ვასწავლო, რომ ჩემზე ჭორაობენ. შევაშინებ მათ. ბევრი საშინელი კოსტუმი მაქვს. გონი ეს გამოდგება. ო, ამელკა, არ ვიცოდი რომ აქ იყავი. სწრაფად ავიღებ რაღაცას და წავალ. რა არის იქ? იქ ობობა. მოიცა, შენ ეს გაიგონე? ჰა? რას ამბო? შეწყვიტე თავის მოჩვენება. შენ გაიგონე? კარგი, შენ ყველაფერს მივხვდი. როგორ? ექიმმა თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ყრუ იქნებოდი. სმენის აპარატი ვიყიდე. და რამდენი ხანია რაც ის გაქვს? კარგი, ყველაფერი გავიგონე, რაც ჩემზე თქვით. ანუ ყველაფერი გაიგე? კი, და ძალიან განაწყენებული ვარ. ბოდიში ამელკა, მე ძალიან მრცხვენია. თუ გინდა რომ გაპატიო, მაშინ ეს დაიმსახურე. როგორ? დამეხმარე რომ სხვებსაც ვასწავლო ჭკუა. მისმინე, ჯინის და ლეოს შეშინება მინდა. მოიცა, იმ ნიღვით რომელიც ხელში გეჭირა? კი, კიდევ ერთი მაქვს შენთვის. და თუ მათ არ შეეშინდებათ, კიდევ რაღაცა. ეს საშინელია. ეს ბებია მათ აუცილებლად შეაშინებს. რა საშინელებაა? მოიცა, გონი სადღაც მინახავს. ცოტა ხნის წინ მასთან ერთად ვიდეო გადავიღეთ. კარგი, ჯინი და ლეო ძალიან შეშინდებიან. შენ ისინი საშინელებათა ფილმის საყურებლად უნდა პატიჟო, რომ კიდევ უფრო შეაშინო ისინი? კი, მერე კოსტუმებში გამოჩნდებით. მათ შეეშინდებათ და მერე ეს ბებია. ვაიმე, ეს საშინელებაა. კი, მეც შემეშინდა, როცა დავინახე. და თუ დახმარებაზე უარს გეტყვი, შენინება, მაშინ გავბრაზდები და სტუმრად აღარ დაპატიჟებ. კარგი, დაგეხმარები. ჩემი ბრალია. ლეო, ჩემი ტელეფონი დაბლოკილია. ისევ? კარგი, არ ვიცი, რა ვქნა, შეხედე. კარგი, აქ მომეცი. ბავშვებო, რა სიტყვით დღეს საღამოს საშინელებათა ფილმს ვუყუროთ? იცი რომ შიშარა ვარ. და მე მიყვარს საშინელებათა ფილმები. ლეო, შენც შიშარა ხარ. კარგი რა, სახალისო იქნება. კარგი, შეგვიძლია, მაგრამ საშიშ მომენტებში თვალებს დავხუჭავ. ო, ამელკა. მოიცა, შენს ჩვენთან ერთად უყურებ? რა? ო, სულ დამოვისწრა რომ ყრუ ხარ. კარგი. შენ უყურებ? ჩვენთან ერთად ვუყუროთ? ვის ვუყუროთ? კარგი, დღეს საღამოს საქმე მაქვს და ვერ შევძლებ. კარგია, თორემ ყველაფერს გააფუჭებდა. დიახ, ყრუებს არ შეეშინდებათ. და თუ ეს საშიში არ იქნება, მაშინ არც სახალისო ეს იქნება. ცუდი იქნება. მის გვერდით შიშარასავით ვიქნები. იქნებ პირიქით. მან დაგამშვიდოს. ჩვენ ძალიან წუხვად რომ შენ აქ არ იქნები. არ გცხვენია ტყუეს, თქვა ჯინი? კი. მაგრამ დიდად არა. წავალ, სასიამოვნო საღამო გქონდეთ.
რა თქმა უნდა, ნახვამდის. სანამ ისინი ფილმს უყურებენ, მე კოსტუმს ჩავიცვამ. შესანიშნავია, ახლა ბებიისთვის ადგილი უნდა ვიპოვო. რა კოშმარია, ვერ ვუყურებ. გრამიშვი. ჯანდაბა, პოპკორნი უნდა ამომეტანა. მოიცა ერთ წამს, როგორ შეიძლება ამის ჭამა და ყურება? მე მომწონს. რამდენიმე წუთით დაგტოვებთ. ნუ მიგვატოვებ, მე მეშინია, დამშვიდდი. მოიცა, ლეო შენთან ერთად იქნება. კარგი. ახლა წახვალ და მე ის შემაშინებს. ბა! ხედავ. რამში შარა ხარ? ნუ ხელავ, მალე დავბრუნდები. მოიცა, იქნებ ამელკას უნდა დავუძახოთ? ყველაფერი მზადაა? ჯინი ძალიან შეშინებულია, მაგრამ ლეო არა უშავს. გამოვასწორებთ. ჩაიცვი ეს, დაწყების დროა. მოიცა, რა ხდება? შუქს რაღაც პრობლემები აქვს? ეს საშინელებათა ფილმს გავს. კარგი, რა არის ეს? მე მეშინია. შენ ხომ მამაცი ხარ? ფილმების არ მეშინია, მაგრამ ამის მეშინია. გაიკეცი. ვაიმე! ნუ შეგვეხებით. შენ ყრუ მეგობარს დასცინოდი. ანისთვის დაგსჭით. უჰაჰაჰა. ძალიან გწვენია. დაგვინდეთ. ბოდიში, ამას აღარ გავაკეთებთ. კარგი. გონი საკვარისად შეშინებულები არიან. კი, მე მათ ვპატიობ. თქვენ რა? სულ გაგიჟდით? შიშისგან ყინაღა მოყდი. და მე საერთოდ არ შემშინებია. კი, რა თქმა უნდა. ყველაფერი ვნახეთ. შენ ისეთივე მშიშარა ხარ, როგორიც ჯინი. მოიცა, ამელკა, გესმის ჩვენი? ამდენი ხანია, რაც დიდი გესმის? ხანია. მას სმენის აპარატი აქვს. ვაუ! და შენ არაფერი არ გითხარი. გადავწყვიტე ჭორებისთვის ჭუა მესწავლებინა. კარგი, ძალიან ბრცხვენია. გვაპატიე. მეც მწვენია. კარგი, გაპატიებთ. სხვათა შორის სმენა დამიბრუნდა და სასმენი აპარატი აღარ მჭირდება. მაგარია. ასე რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად აუზზე წამოხვიდე. კი, მოიცა. ახლავე წავიდეთ. ხალხო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ახალი ვიდეო. დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. არ დაგავიწყდეთ სარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ახალი ვიდეოები. დაწერეთ კომენტარები. ნახვამდის ყველას! უჰუ! ნახვამდის ყველას! აზრი არ აქვს, ის ვერ მოგისმენს. ამელია. დაეხმარება ეს ამელიას სმენის. ჩუმად, ნუ შეაწუხეთ, კითხავს. დაეხმარება ეს ამელკას ხამის დაბრუნებაში? ხმის.